ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობას მინისტრთა განახლებული შემადგენლობა წარუდგინა, რის შემდეგაც დეპუტატებმა მთავრობის წარმომადგენლებს კონკრეტული კითხვებით მიმართეს. გიორგი გაბაშვილმა ალექსანდრე ჭიკაიძეს კითხა, ხომ არ აქვს ინფორმაცია რომან ბარბაქაძის მეტსახელად რემენას საქართველოში შემოსვლის შესახებ. მთავრობის მიერ კანონიერი ქურდების მფარველობის შესახებ გივი თარგამაძემაც ისაუბრა. უმცირესობის წარმომადგენლებს თეა წულუკიანმა უპასუხა. იუსტიციის მინისტრის თქმით, რომან ბარბაქაძეს სამოქალაქო რეესტრისთვის 2001 წლის შემდეგ არ მიუმართავს. შესაბამისად მასზე არც პირადობის მოწმობა და არც პასპორტი გაცემულა. პრემიერ-მინისტრმა კი საპარლამენტო უმცირესობის წევრები კანონიერ ქურდებთან კავშირში დაატანაშაულა. საკითხი ეხება კანონიერი ქურდის ექსტრადირებას უკრაინიდან და აქ შევეცდები მივიღო პასუხი საქართველოს საელჩო და მისი საკონსულო უკრაინაში ქალბატონი მაია არმონცემ საშუალებას მოვიტყო. საჯარო განცხადება გააკეთა ბატონმა კონსულმა, რომ ექსტრადირება მოხდა და აეროპორტში მიიყვანეს კანონიერი ქურდი საქართველოში გადმოსაცემად. ამასვე ადასტურებს უკრაინის მხარე, რომ მისი დეპორტაცია მოხდა საქართველოში. ამის შემდეგ კანონიერი ქურდის კვალი იკარგება და ბუნებრივია ჩვენ ვერ უწოდებთ არასერიოზულ საკითხს, იმიტომ რომ თუ მას აქვს საშუალება თავისუფლად შემოვიდეს თბილისის აეროპორტში და გაუჩინარდეს, ეს ვერ მოხდებოდა სამართალდაცვავი უწყებების და პირადად თქვენ დაქვემდებარებაში მყოფი უწყების მონაწილეობის და ჩარევის გარეშე. შესაბამისად შეკითხვა მარტივია. რა მოხდა? სად არის საქართველოში დეპორტირებული კანონიერი ქურდი? ამაზე რა გიპასუხოთ ახლა ეს მოგახსენებთ თუ ამ შემთხვევაში თუ უკრაინაში რა მოხდა და რა ვითარება და რა მდგომარეობა იყო მე მგონი მოგიხსენებათ ზოგადად საზოგადოებას, ფართო საზოგადოებას, საქართველოს მოსახლეობას და ის ბრალდებები რომ რაღაც ქურდები შემოყავთ და ქურდები არიან საქართველოში და მათ ხელს უწყობენ, ეს გამორიცხული არის. დღესდღეობით აქტიური ბრძოლა მიმდინარეობს ქურდების წინააღმდეგ და მე პირადად გარანტია ვარ იმის, რომ არანაირი კრიმინალური ავტორიტეტი ამ ქურდულ ტრადიციებს მიმდევარ ვიღაც პიროვნება საქართველოში დაისადგოს და ამ ფესვები გაიდგას. ამის მე თავს დავდებ ჩვენი საზოგადოების წინაშე. და ესეთი თემები კიდე ჩემთვის მიუღებელი არის ამან საუბარი. ჩემ უწყებაში არ არის ინფორმაცია, ვიღაც პიროვნება შემოვიდა ან დაიკარგა რაღაცა. მე ესე გეუბნებით. შინაგან საქმეთა მინისტრომ ეგრეთ წოდებულ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 2013 წელს დააკავა 70 პირი. 2014 წლის 6 თვეში კი 25 პირი. შედარებისთვის წინა ხელისუფლების დროს კერძოდ 2011 წელს თქვენ დააკავით 50 წევრი. და მე მინდა დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი პოლიტიკა არის აბსოლუტურად ყველასთვის ნათელი. ჩვენ ვართ უკომპრომისო კრიმინალთა ბრძოლაში და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლაში. თქვენს დემაგოგიურ და უსაფუძვლო ბრალდებაზე მე კომენტარს არ გავაკეთებ. რაც შეეხება იგივე რემენას, ხო? ყველა მითხრობს, რომ ეს იყო ჭიათურაში, ის აშენებდა რაღაც ეკლესიას და მიიყვანეს იქ, მოუყვანეს ახლობლები, როგორც ხდება, ამას ქვიეთ რუსული სიტყვა მალინა. ქურდულად ეგრე. თქვენებმა იციან, ვინც ამას უღლი. იგივე ვთქვათ, გორაძე, ლავას ოღლი, ესე რომ ვთქვათ, ხო? სხვადასხვა გვარები ახ ამ ადამიანს არის მინდია გორაძე მართლა. ისე. და როდესაც ჩვენ ეს თქვით, ქალბატონ ნინო გიორგობიანმა აღარ არის თქვა, რომ მინდია გორაძე არ იმყოფება ძებნაში და მინდია აბაში და არ გადმოუკვეთია საზღვარი. ქალბატონი შეგვეშალა. ეხა დაგიზუსტებთ. ამ ადამიანს თურმე კიდე ერთი პასპორტი აუკეთებია და არის გურამის ძე აბაშით. რომელსაც წუთებით და წამებით მოგცემთ უკრაინიდან როდის შემოვიდა, მე თურქეთში როდის გავიდა, მე თურქეთიდან როდის შემოვიდა, როდის გავიდა. ძებნაში არის გურამის ძე აბაშიძე არის. განსხვავებით აი მისგან თქვენ ასე თქვით. რატო ვიძახი ამას? ამ სიტუაციიდან გამოსავალი თქვენ არ გაქვთ. ბატონო გივით, თქვენ ქურდი ხარ? გახლავთ. კარგად ერკვევით ქურდულ სამყაროში. მე მგონი თქვენ ხართ ქურდი. წარსულ ცხოვრებაში ყოველ შემთხვევაში. მანამ სამ ხელისუფლებაში იყავით, მე მგონი თქვენ ქურდი იყავით. კარგით, ბატონო ალექსო უპასუხებთ. ამ დემაგოგიაზე რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე კომენტარის გაკეთება არის უბრალოდ უზნეობა და აქ მიმახსენდება ერთი ებრაული ანდაზა, რომელსაც უღირსად გელაპარაკებენ და გაბრალებენ სისრუეს, არ უნდა აყვე კამათში, ვინაიდან მესამე პირი ვერ გაარჩევს განსხვავებას ამ ორ ადამიანს შორის. ასე რომ ამ უსაფუძვლო მართლა უზნეო ტყუილებს და ბრალდებებზე მე უბრალოდ
არ ვთვლი საჭიროდ რაიმე კომენტარის გაკეთებას. თითქოს რომ მე გავეცი ამ რაღაც მოქალაქე რომან ბარბაქაძეზე რაღაცა პასპორტი. მე მინდა გითხრათ ერთხელ და ბოლოჯერ და დაიმახსოვრეთ ან ჩაიწერეთ. რომ ამ ადამიანზე 2011 წლის 22 ნოემბრიდან საქართველოში არ ყოფილა არც პირადობის მოწმობა გაცემული და არც პასპორტი. მან ბოლოს საქართველოს სამოქალაქო რეზს მომართა 2001 წელს და მას შემდეგ საერთოდ არ გამოჩენილა ამ უწყებაში. არც თქვენი მმართველობის დროს და არც 1 ოქტომბრის ძალიან თქვენთვის დიდი მარცხის შემდეგ. პარლამენტში კითხვები გახმაურებული და ჯერ კიდევ გამოუძიებელი საქმეების შესახებაც დაისვა. თენგიზ გუნავასთვის იარაღის ჩადება, ლუკა კურტანიძის მიერ ჭიდაობის ფედერაციის მაღალჩინოსნის ცემა, ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალება, რაც კარგად გამოიყენეთ წინასაარჩევნოდ, გენა ხვედელიძის მიერ პირადი ხასიათის ვიდეო მასალის ინტერნეტში ატვირთვა, მას მხოლოდ პირობითი სასჯელი აქვს და მისი დამხმარე პირები საერთოდ არ ყოფილან გამოკვეთილი. დავით გელაძის საქმე ეს იყო 18 წლის ბიჭის დაჭრა ცეცხლსასროლი იარაღით. ვანო მერაბიშვილის ციხიდან გადაყვანა, სადაც განაცხადეთ, რომ კადრები, კამერების ჩანაწერები არ არსებობდა. მოსამართლის თანაშემწის საქმე, რომელსაც უშიშროების სამსახურები აიძულებდნენ მისაყურებელი აპარატურა დაემონტაჟებინა უფროსის კაბინეტში. გია ლორთქიფანძის საქმე, რამდენიმე თვე გავიდა, რომელსაც თქვენი ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლები მოეხსენ როგორც ტერორისტები და სახთან დაუდეს ნაღმი. მამუკა მიქაუტაძის საქმე, რომელიც აიძულეს მეგობრის წინააღმდეგ მიესაჩვენება და შემდეგ ჩამოხრჩალივი იპოვეს. ოფიცერ თათუხაშვილის საქმე, რომელსაც აქ პარლამენტში ცირკი მოაწყდა და განხილვა და დღემდე ისიც კი არ ვიცით ჩაკეტილი გისოსებიდან ადამიანი როგორ გადაძრა. ჯიჰადის ვიდეოები, ჩოკუტაევის ვერსია თქვენს კი იმდენად არასერიოზულად გეჩვენებთ, რომ მისი დედაც კი არ დაგეკითხავთ და არც ეძებთ არსად. ჰაკიმ ფაშას ვიდეოები, ვინ მოიპარა გამოძიებიდან ეს მასალები და ვინ ატვირთა კორტავას საქმე. მე ავტვირთე, ეგ არის იცით გაბუდნიერმა. თქვენ მადლობთ რომ დამიდასტურეთ ამის მერე ჰაკიმ ფაშას რომ გიწოდებთ ალბათ უმრავლესობა აღარ გააპროტესტებს. მეც მაქვს ძალიან საინტერესო სახელი თქვენთვის მომხრებული. მაგრამ ვიცოდი რომ ისე არ მოხვიდოდით ჩემთან მადლობთ. ეს არის ის მემკვიდრეობა რაც ჩვენ გვერგო. თქვენი ეს ჩამონათვალი არის უბრალოდ სასაცილო და ღიმილის მომგვრელი. რა თქმა უნდა ამაზე ჩვენ არ ვაპირებთ პასუხის გაცემას, ვინაიდან ეს არის ჩვეულებრივი ძალიან კარგად აპრობირებული მეთოდი და ნაცადი ხერხი რომ აბსურდულ ფაქტებზე მოითხოვო ჩვენგან კომენტარები ამას თქვენ ვეღარ მიიღებთ ჩვენგან და გირჩევთ რომ რეალურ ფაქტებზე ვიმშევთ. ზურაბ ჯაფარიძის კითხვა საკადრო ცვლილებებს ეხებოდა. მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემების ფონზე რამდენად ლოგიკურია ის, რომ თანამდებობას მხოლოდ კულტურისა და დიასპორის საკითხებში მინისტრები ტოვებენ. საპარლამენტო უმცირესობის წევრის მიერ მოყვანილ ფაქტებს გიორგი კვირიკაშვილმა უპასუხა და მისი უწყების მიერ მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა კი ჯაფარიძის კითხვას დემაგოგია უწოდა და წინა ხელისუფლების პერიოდში განხორციელებული მსხვილი მშენებლობების გამოძიებას დაპირდა. როდესაც ჩვენ დავამტკიცეთ თქვენი ბიუჯეტი 2013 წლის იქ იყო მითითებული, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა უნდა გამختارიყო 32 მილიარდი ლარი ნომინალში. ეხლა ჩვენ გვაქვს ახალი ბიუჯეტი 2014 წლის, სადაც ასევე არის მოცემული ეს მონაცემები და ამ მონაცემების მიხედვით საქართველოს ეკონომიკა წელს შეიძლება გახდეს მაქსიმუმ 29 მილიარდი ლარი. ანუ იმის გამო 2013 წელი იყო სერიოზულად ჩავარდნილი, ჩვენმა ეკონომიკამ მარტო ამ 2 წელიწადში დაკარგა 3 მილიარდი ლარი. 2013 წლის შედეგების შედეგად ქვეყანას წელს უწევს 1.636 მილიონი ლარის სვალის აღება. გარდა ამისა, იმის გამო რომ ბოლო კვარტალში 2013 წლის ხაზინიდან გამოიყარა ძალიან დიდი რაოდენობით ფულის მასა, ამან გამოიწვია ეროვნული ვალუტის კურსის დისბალანსი, რყევა, გაუფასურება, რის შედეგადაც ფასება მოიმატა ზოგადად იმპორტირებულ საქონელზე და კონკრეტულად პირველად მნიშვნელობის პროდუქტებზე, როგორც არის სურსათი, მედიკამენტების საწვავი. ამის გამო მაღალი ალბათობით სწორედ ეს არის ამის მიზეზიც, საარსებო მინიმუმი გაიზარდა და აცდა პენსიას 150 ლარზე მეტი. ასეთი შედეგების ფონზე რამდენად ლოგიკურია, რომ თანამდებობას ტოვებდნენ მინისტრები, თქვა დიასპორის და კულტურის საკითხებში. წლევანდელი ტენდენციიდან რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის თლიანი შიდა პროდუქტის პირველ კვარტალში წინასწარი მონაცემებით 7.1% ზრდა და ეს არის შემდეგ უკვე, ესე იგი, მეოთხე და მეხუთე თვეში
შესაბამისად ზრდა იყო საშუალოდ 4.5%, რაც იძლევა იმ პროგნოზის გაკეთების საშუალებას, რომ მინიმუმ დაგეგმილი ზრდა 5%-იანი წლის ბოლოსთვის შესრულდება. შემიძლია გითხრათ, რომ სფეროების მიხედვით სერიოზული ზრდა არის 16% გადამამუშავებელ მრეწველობაში, მშენებლობაში 14%, ვაჭრობაში 11%, უძრავი ქონებით ვაჭრობაში 10% და ასე შემდეგ, ტრანსპორტში 9% და ასე შემდეგ. რაც შეეხება საგარეო ვაჭრობის დასაწყისის მონაცემებს მიმდინარე თვის 5 თვის მონაცემებით 16%-იანი ზრდა არის საგარეო სავაჭრო ბრუნვაში. აქედან ევროკავშირთან არის 15%-იანი ზრდა, რაც განსაკუთრებით მისასალმებელია. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ტელეფონზე მიღებულ მესეჯებს, მონაცემები და შეგიძლიათ მიღებულ მესეჯებს თუ მოწდები და ჩაიხედავთ თქვენსავე დოკუმენტებში, ნახავთ რომ ეს არის ფაქტები. 2013 წლის თქვენს მიერ შემოტანილ ბიუჯეტში დამტკიცებულში წელს საქართველოს ეკონომიკა უნდა ყოფილიყო 3 მილიარდით მეტი. 3 მილიარდი არის 10,000 დაგარμოს სამუშაო. 30 მილიარდი. არა, 3 მილიარდია თუ ჩაიხედავთ და ციფრებს თუ დახედავთ, ეგრე არის. ერთი, მეორე, რაც შეეხება იმას, რომ სოციალურ ხარჯებზე და ჩვენარ ხარჯებზე თქვენ ხარჯავთ, ეს არის ზღაპარი, შედარებას მოვაკეთეთ 12 წელთან, შედარება გააკეთეთ 2013 წლის ჩვენს ბიუჯეტთან, რომელიც პარლამენტის ვებსაიტზე და დარეგისტრირებულია პარლამენტში. და ნახავთ, რომ სოციალური დაუცველების და პენსიონერებისთვის ჩვენ გქონდა ჩადებული 192 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე თქვენ დახარჯეთ ჩარშა. ლევან ბეჟაშვილმა ნოდარ ხადურს პრემიების შესახებ კითხა. უმცირესობის წარმომადგენლის თქმით, მაშინ როდესაც 2013 წლის ბიუჯეტი გაირღვა და სავალუტო სარეზერვო ფონდების თანხის დიდი ნაწილი ლარის გამყარებას მოხმარდა, მთავრობის წევრებზე დიდი ოდენობით პრემიები გაიცა. ბიუჯეტი 10 ჯერ გაიზარდა ამ საწყის განმავლობაში და ამ ადამიანებს მორალური და პოლიტიკური უფლებაც ჰქონდათ, რომ პენსია პრემია გამოეწერათ და დამსახურებაც ბუნებრივია ჰქონდათ. თქვენი ხელისუფლების პირობებში და თქვენი მინისტრების პირობებში ქვეყანა მილიარდ ნახევარი დაკარგა მარტო საბიუჯეტო შემოსავლების სახით, ეს იყო 700 მილიონი კონკრეტული საშემოსავლო შემოსულობები ბიუჯეტში, ნახევარი მილიარდი დოლარი სავალუტო რეზერვი, რომელიც მოახმარეთ ლარის კურსის სტაბილიზაციას იმის გამო, რომ არასწორი საფინანსო პოლიტიკა გაატარეთ და გამოყარეთ თანხები წლის განმავლობაში, წლის ბოლოს, იმისათვის, რომ რაღაცნაირად შეგილამაზებინათ ეკონომიკური მაჩვენებლის ციფრები, აი ამაზეა საუბარი. კიდევ ერთხელ უნდა დავადასტურო ჩემი გაკვირვება თქვენი მათემატიკის გამო. და რომ ეროვნული ბანკის რეზერვები იმ წლის განმავლობაში გაიზარდა 500 მილიონი და ბოლოს 440-ით შემცირდა. ანუ პლუს 60 მილიონი მაინც იყო, ანუ წლის განმავლობაში. ეს ერთი. მეორე, ეროვნული ბანკის რეზერვები არაფერ შუაშია ბიუჯეტთან. და ამიტომ არანაირ მილიარდ ნახევრიან გარღვევაზე ბიუჯეტის არ შეიძლება იყოს საუბარი, ეს მეორე. და მესამე, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, წელს ახლა სახელმწიფო ბიუჯეტი არის 225 მილიონით გადაჭარბებული შემოსავლების ნაწილში და რა ვქნათ ახლა ეს 225 მილიონი პრემიებად დავარიგოთ? უმცირესობასთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები კითხვებს ფაქტების დადასტურების გარეშე სვამდნენ. პრემიერმა ქართული ოცნების დეპუტატებთან შეხვედრისას განმარტებები გააკეთა. ამიტომ ჩვენ წარმოგიდგინეთ განახლებული პროგრამა და კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ეს არის არა მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური ძალის კუთვნილება. არამედ ეს პროგრამა ეკუთვნის ჩვენი ქვეყნის მომავლის განვითარებას. ეს არის კონკრეტული გეგმა თუ როგორი ქვეყნის აშენება გვსურს ჩვენ. და სწორედ ამ მიზნით ჩვენი ქვეყნის მომავლის საკითხი ერთნაირად ეხება ყველას. როგორც საქართველოს პარლამენტს, ასევე საქართველოს მთავრობას და თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ადამიანს. სწორედ ამიტომ იყო ჩემგან ცდილობა იმისა, რომ დამერწმუნებინა უმცირესობის წარმომადგენლები, რომ საჭირო არის დღეს კონსოლიდაცია საზოგადოების. ჩემი არაერთგზის მცდელობისა, რომ როგორმე კონსტრუქციულ ჩარჩოებში გადავიდეთ და გადავსულიყავით. ეს გამოჩნდა, რომ პრაქტიკულად მიუღწეველია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი გვეგმა, მეგობრებო. ჩვენ ვიცით რა მიმართულებით მიყვავს ჩვენი ქვეყანა. ეს არის ერთადერთი სწორი გზა. მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტის წინაშე ხვალ კიდევ ერთხელ წარსდგება.